დიახ, დავიწყოთ ალბათ იქიდან რომ მივულოცოთ, ესე იგი ორ პატიმარს, ხო, ანდროს და ვეფხიას და მართლა ძალიან განსაკუთრებულია სხვა შორის ზუსტად ეგ შეგრძნება რომ მოდიხარ რაღაც ჯადოსნურ ყუთში მოხვდები და ის ყუთის კადრები შეაღწევს ამ საშინელ შემზარავ სივრცეში, ამ ჩაკეტილ სამყაროში, რომელშიც ესეთი თამამი და ესეთი მართლა თავისუფალი ადამიანების ხედან და ეს მილოცვა ძალიან დიდი პრივილეგიაა ეხლა რომ წამოვედი დავემშვიდობე ახლობლებს სტუმრად ვიყავი და მოვდიოდი როგორც ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალო ამბავი, რომ შეგიძლია ეს ხმა მიაწვდინო. მთავარად ერთ რამეს ვიტყოდი სასამართლოს დავესწარი, ეხლა ხან პირველად ორი დღე ვიყავი სასამართლოში, აი 11 პატიმრის სასამართლო მიმდინარეობდა, სხვაგან თითქმის შეუძლებელიც არის მოხვედრა, იმიტომ რომ ისეთ პატარა დარბაზებშია, რომ ვერც ეცდები, რადგან უნდა ახლობელი შევიდეს და ეს დიდი დარბაზია. აი ეს ხალხი იმიტომ არიან ეხლა ციხეში, რომ არასოდეს ესეთმა სასამართლომ არ იარსებოს. რასაც გვაჩვენებენ, რაც ხდება მათ პროცესზე, აი ზუსტად ამიტომ გვინდა ევროპა. ამიტომ გვინდა ის ნდობა, რომ ესეთი რამე, ესეთი უაზრობა. მე ესეთი უაზრო სივრცე საერთოდ არასოდეს არ მინახია, სადაც მოსამართლე იყო საშინლად მოწყენილი, იმიტომ რომ იმისთვის არაფერი არ ხდებოდა, უბრალოდ ეზარებოდა იქ ყოფნა, იმიტომ რომ როდესაც დასაწყისი და დასასრული არის გარკვეული, ეს აღარ არის სასამართლო, ხო? სასამართლო არის სადღაც რაღაცა ხდება, სადაც მიდის დაცვა, მიდის მართლა მოწმეების დაკითხვა და აქ ესეთი სურათი იმისი, რომ წინასწარ გადაწყვეტილ სასჯელი ფაქტიურად არის, ყველაფერი არის განსაზღვრული და გადაწყვეტილი და ამას ესწრები. ესეთი დამამცირებელი მდგომარეობა, ისიც კი, იცით, ყველგან რომ დაუკვირდეთ, სასამართლო რა არის, რომ დარბაზს უფლება აქვს მართლა რეაგირების. დარბაზის რეაგირება, დარბაზი მართლა თეატრის მაყურებელივით არის, ეს მისი სრული უფლება, აღშფოთება, გამოთქმა, რომ აი ეს ხმა, რომელიც დარბაზიდან მოდის, ისიც ნაწილია იმ სასამართლოსი. აქ არის ყველაფერი აკრძალული უკვე, არაფერი აღარ შეგიძლია, არ უნდა ამოისუნთქო, იმიტომ რომ ერთდროულად მთელმა დარბაზმა ამოისუნთქეთ, მოეპრიანება ამ მოწყენილ მოსამართლეს და ყველაზე ცუდ ზომას მიიღებს, რომ დაკეტავს უბრალოდ და დატოვებს ამ ხალხს აი მახლობლების გარეშე, ვისაც შეუძლიათ ესე ხედავდნენ მაინც ის ხანი. რა ვიცი, ეს სულიად საკმარისია, რომ ესეთი საბჭოთასაც კი ვერ ვიტყვი, ესეთი უსამართლობა, რაც იმ დარბაზში ხდება და ესეთი აი დადგმულიც კი არ არის, ცდილობაც კი არ არის რამის დაჯერების, რაღაცას მიდიან, მოდიან, რაღაცას სულ ყველა ლაპარაკობს რაღაც ტყუილს, გარდა ამ არაჩვეულებრივი ადამიანებისა, რომლებიც ჩამწკრივებულების ხედან და აფრქვევენ ამ რაღაცა სილაღეს და სიმართლეს და რა ვიცი, აი